საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორი დღეს ორ მრავალშვილიან ოჯახს ესწრებოდნენ და მათ საშობაო საჩუქრები მიუტანეს. ჯიშკარიანებისა და ლობჟანიძეების ოჯახში მათ საწოლები, სამზარეულოს ავეჯი, ჭურჭელი, გაზის გამათბობელი, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და სათამაშოები მიიტანეს. აღნიშნული ოჯახები სოციალურად დაუცველი კრიზისული ოჯახების ბაზიდან შეირჩა. ჯიშკარიანების ოჯახში 9, ლობჟანიძეების ოჯახში 5 ბავშვი იზრდება. სამშენებლო კომპანიის მიერ შეჩეული ორი მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც მცირეოდენი საჩუქრები გადავეცით საშობაოდ, ეს არის საწოლები, სამზარეულო ინვენტარი, საკვები პროდუქტები, ტკბილეულობა. azt ვფიქრობთ, რომ ამ მართლაც ღირსეულ ოჯახებს კიდევ ერთხელ წაუხალისებს შობაო ხალხს. სრულიად საქართველოს ულოცავ დამდეგშობას ახალ წელს. მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსეურებისადმი, რომლებსაც ასეთი სიურპრიზი მოგვიწვევს, ასეთი სიხარული მოგვანიჭეს. სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ყოველ ახალ წელს ასე ულოცავს ოჯახებს და დაწესებულებებს, რომელსაც დახმარება ესაჭიროებათ. ამ ოჯახების გარდა ჩვენ ვესტუმრებით კიდევ ბოდბისხევის სათემო სახლს,